ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად ავერსი გიზურებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი შუადღემშვიდობის მოგესალმებით სერგო კობალავა დიახ იმედის კლინიკა იწყებს მუშაობას პირდაპირ ეთერში დღეს შაბათი დღეა 21 იანვარი უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვიმუშაობთ თქვენთვის ძალიან აქტუალურ და საინტერესო ოფთალმოლოგიურ საკითხს გავაჟღერებთ. Რა თქმა უნდა, თემის ირგვლივ აუცილებლად მოგახსენებთ რამდენიმე წუთში და წარგიდგენთ დღევანდელ სტუმარს, რომელიც დაგვეხმარება ბევრ კითხვაზე გავცეთ პასუხი. კითხვების დასმა შეგიძლიათ თქვენც აქტიურად, თუ რა თქმა უნდა, დაარეკავთ სტუდიაში ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99. შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ იმედის კლინიკის Facebook-ის გვერდით. გვერდის დახმარებით მისამართზე იმედის კლინიკა რადიო იმედი, ხოლო თემის ანონსის შემდგომ ის კითხვები, რაც ასევე Facebook-ის საშუალებით იყო დასმული, აუცილებლად გაჟღერდება გადაცემის ამა თუ იმ ნაწილში. მაშინ რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს და უშუალოდ ვნახოთ თუ რა თემის ირგვლივ აიგება დღევანდელი იმედის კლინიკა. გავრცელების ჯანმრთელობას იმედის კლინიკა ღია ყოველდღე დღეს მეგობრებო ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ოფთალმოლოგიურ სინდრომზე, რის გამოც პაციენტები აკითხავენ შესაბამისი პროფილის ექიმს და ამ სინდრომის უკან შეიძლება უამრავი დაავადება იმალებოდეს, როგორც უშუალოდ მხედველობის ორგანოს, ასევე თვალის გარეთა პათოლოგიები. ეს არის ეგრეთ წოდებული წითელი თვალის სინდრომი. თავდაპირველად განვმარტავთ თუ რა არის წითელი თვალის სინდრომი, რამდენად გავრცელებულია ეს პოპულაციაში, ვინ იმყოფება რისკ ჯგუფის პაციენტთა სიაში, რა მიზეზები აპირობებს წითელი თვალის განვითარებას, როგორ გამოვლინდება ეს პრობლემა სხვადასხვა მიზეზთან ასოციაციაში, შემდგომში რა თქმა უნდა დიაგნოსტიკის თავისებურებაზე, მკურნალობის მენეჯმენტზეც გავამახვილებთ ყურადღებას და გადაცემის ბოლოს ჩვენი სტუმარი რჩევებს მოგაწვდით. სტუმარი კი გახლავთ ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგი მედიცინის დოქტორი ქავთონი მაია ბერაია. მადლობას გადავხთ იმას მოგზაურობისთვის. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ქავთონ მაია, როდესაც თემას ვარჩევდით და ვსაუბრობთ იმ საკითხის ირგვლივ რა გაგვეჟღერებინა იმედის კლინიკაში, შევჩერდით საბოლოო წითელი თვალის სინდრომზე. ეს იყო თქვენი ინიციატივა, იქედან გამომდინარე, რომ წითელი თვალის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი სინდრომია, რის გამოც აკითხავს ოფთალმოლოგს პაციენტი. მოდით გავშიფროთ რა არის ზოგადად წითელი თვალის სინდრომი და მართლაც ასეთი გავრცელებულია თუ არა ეს სინდრომი შესაბამისი კონტინგენტის პაციენტებში. დიახ, ეს არის ძირითადი სიმპტომი, რის გამოც ოფთალმოლოგს აკითხავს პაციენტი. თვალის სიწითლეს და დისკომფორტს ყველა ადამიანი შეუწუხებია დაწყებული ჩვილობის ასაკიდან დამთავრებული ღრმა მოხუცებულობამდე. თვითონ წითელი თვალი სხვადასხვა პათოლოგიით გამოწვეული თვალის ანთების ძირითადი ნიშანია. რითი იყოს, შეიძლება იყოს ის გამოწვეული. ძირითადი პათოლოგია, რაც იწვევს წითელ თვალს, უფრო ხშირად არის კონjunktივიტი, მაგრამ ის შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა მძიმე პათოლოგიებით, მათ შორის არა მარტო თვალის, არამედ ზოგადი სხვადასხვა დაავადების დროსაც. ანუ ეს არ არის უბრალოდ ვიზუალური ფენომენი, ეს არის თანმდევი ნიშანი უამრავი სხვა დაავადების. დიახ, ეს არის სიმპტომი, რომლითაც უამრავი დაავადება ვლინდება და იწყება. აი ზოგიერთი პათოლოგიის მანიფესტაცია სწორედ წითელი თვალის სინდრომით ხდება. ახლა შეიძლება ცოტა ისე ღრმად წავიდეთ, მაგრამ არსებობს ესეთი პათოლოგია სიმპათიკური ოფთალმია, რომელიც აუტოიმუნური დაავადება, ხალხში ჩიყვის სახელწოდებით არის ცნობილი და ხშირად ამ დაავადების მანიფესტაცია სწორედ თვალის სიწითლით იწყება. მერე უკვე როცა ღრმა კვლევებს ვიწყებთ, მერე ვადგენთ, რომ თურმე აქ სხვა რაღაცასთან მქონია საქმე და თუ ძირითად დაავადებას არ მომკურნალეთ ამ შემთხვევაში. პრინციპში თქვენ ახსენეთ პათოლოგია და ის ადამიანები, ვისაც აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა და ტოქსიური მდგომარეობა, დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი საკუთარ ჰორმონს, ეგრეთ წოდებული თვალების გადმოკარკვლის სინდრომიც აწუხებს. დიახ. ეს ძირითადად თანხმლებიან წითელ თვალთან. ამ დროს თვალის სიწითლე არის საკმაოდ გამოხატული, ქემოზი ვითარდება, ესე ქვია. ლორწოვანი გარსი არის ძალიან შეშუპებული, თვალები გადმოკარკვლულია, ქუთუთოს რეტრაქცია, ჩამოწევა არის. იცით რა, ავერსის კლინიკაში არსებობს ესეთი
მკურნალობის ახალი მეთოდი, ეს არის პულს თერაპია, რომელიც ხორციელდება, ეს არის ინტრავენური ინექციები და შემდგომ ენდოკრინოლოგთან ერთად ოფთალმოლოგის და ენდოკრინოლოგის ერთობლივი მუშაობის საფუძველზე პაციენტის ხანგრძლივი რემისიის ფაზას ვაღწევთ. და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ეგზოფთალმი განვითარდა სიმპათიკური ოფთალმია, საკმაოდ დიდი პრობლემაა. მუდმივად არის სიმშრალე, მუდმივად არის გამონადენი, დისკომფორტი. შეიძლება პაციენტს უკვე შემდგომ ფაზებში განუვითარდეს გაურება, მხედველობის დისკომფორტი, ეს საკმაოდ დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. საინტერესო საკითხია, შესაძლებელია ადრე თუ გვიან ეს თემას გავაჟღეროთ უფრო ვრცლად იმედის კლინიკის გადაცემებში, თუმცა მოდი ძირითად საკითხს დაუბრუნდეთ, ისევ და ისევ წითელი თვალის სინდრომი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ნებისმიერი ასაკის პაციენტს შესაძლებელია გამოულინდეს ეს მდგომარეობა. ალბათ საინტერესო იქნება ასაკთან მიმართებაში არსებობს თუ არა მიზეზების განსხვავება. ანუ პატარა ასაკის კონტინგენტებში უფრო სხვა მიზეზი აპირობებს წითელი თვალის სინდრომს, მოზრდილებში, მოზარდებში. როგორი არის კორელაცია მიზეზთა და ასაკთა შორის? იცით, პატარებში უფრო მეტად არის კონjunktივიტი ბაქტერიული, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის ჭუჭყიანი ხელებს თვალში ისმევენ ბავშვები, ხო? ჰიგიენის ნორმების დაუცველობის გამო უფრო ხშირად ბაქტერიული კონjunktივიტი ვითარდება, რომელიც მწვავედ მიდის, ძირითადად ძლიერი ჰიპერემიით გამონადენით იწყება და 5-6 დღეში ნორმალური მკურნალობის ფონზე ლაგდება. უფრო რთულია მაგალითად ქრონიკული კონjunktივიტი, რომელიც ცოტა ხანგრძლივად მიმდინარეობს და მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორი, ან ხანგრძლივად მოქმედი, ვთქვათ, გამღიზიანებლები, შეიძლება მუშაობდეს ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე ადამიანებს, სხვათა შორის ხშირად აქვთ ქრონიკული ბლეფაროკონjunktივიტი. მათ მუდმივად სჭირდებათ ბლეფარიტის, ანუ ქუთუთოს კიდეების მკურნალობაც და ლორწოვანის მკურნალობას და ძირითადად ისინი გვაკითხავენ წითელი თვალის სინდრომის დიაგნოზით. რეალურად მათ მიდის ღრმა ანთება. ასე რომ ასაკოვან პათოლოგიებში ადამიანებში უფრო ხო ბაქტერიული კონjunktივიტი გადადის უკანა პლანზე და წინა პლანზე მოდის უფრო სხვადასხვა პათოლოგიებით გამოწვეული წითელი თვალი. აი შესაძლებელია ჩვენიერ დღეს ადამიანმა გაიღვიძოს და ერთი თვალი კონდეს აბსოლუტურად სისხლით დაფარული. ეს არის ჩვეულებრივი სუბკონjunktივალური ინექცია, სუბკონjunktივალური სისხლჩაქცევა, რომელიც არ არის საშიში, თუ მას არ ახლავს, თქვა ზედაპირულად, თუ მას არ ახლავს ტკივილი, გამონადენი, მხედველობის დაქვეითება. თუ ეს ჩაქცევა ასოცირებულია დაქვეითებასთან, მაშინ ამ დროს აუცილებელია მხედველობის ფსკერის განსაზღვრა, მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, წნევის განსაზღვრა. არის კიდე ისეთი პათოლოგიები, რომლებსაც ვერც ვიფიქრებთ, რომ ეს არის თვალით გამოწვეული. რეალურად სახეზე გვაქვს რაღაცა ძლიერი ტკივილი, რომელიც იწყება უეცრად, ერთ მხარეს თვალბუდის თვალის არეში გადადის თავზე. შესაძლებელია ამას ახლდეს ზოგადი ჰიპერტენზიაც და პაციენტს თუ თქვათ პროცესი უკვე პროგრესირებს, შეიძლება დაიწყოს ღებინება, გულისრევის შეგრძნება და საერთოდ არ ფიქრობდეს ამ დროს პაციენტი, რომ ეს პათოლოგიური მდგომარეობა დამოკიდებულია თვალის რაღაცა დაავადებასთან. ამ დროს რეალურად ზუსტად ესე ვლინდება დახურულკუთხოვანი გლაუკომის შეტევა, რომელიც ოფთალმოლოგის ჩარევის გარეშე არანაირად არ მოიხსნება. ხანდახან ესეთი ადამიანები დღეების არის ტიპიური ჰიპერტენზიული კრიზის სურათი. და ხშირად ხვდებიან ესეთი პაციენტები ზუსტად ესე კლინიკებში, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებლად საჭიროა წნევის ესეთი პაციენტები ჯობია რომ მოხვდნენ პოლიპროფილურ კლინიკაში, ოჯახის ექიმებსაც ალბათ უნდა ახსოვდეთ. ხშირად იძახებენ მათი ახლობლები, ვთქვათ, ასტრაფოს და იმის გამანიფესტირება ამ დაავადების სხვანაირად არ ხდება. აუცილებლად უნდა გაიზომოს თვალის წნევა და ოფთალმოლოგიც უნდა ჩაერთოს ასეთი პაციენტის მკურნალობაში. ალბათ საინტერესოა, ერთია ის ვიზუალური ნიშანი, ანუ გაწითლებული თვალი, რასაც პაციენტი ან ექიმი ხედავს, პაციენტის არკეში ან ექიმი ვიზუალურად. მეორე რა სიმპტომები ახასიათებს, სუბიექტური სიმპტომები წითელ თვალს. აქედან გამომდინარე შეუძლია თუ არა ოფთალმოლოგს სწორი მიმართულება აირჩიოს დიაგნოსტიკაში. რა ჩივილი აქვს პაციენტს გარდა იმისა, რომ ვიზუალურად თვალი წითელია? წითელი თვალი არის ერთ-ერთი სიმპტომი. ამ სიმპტომს თუ ახლავს კიდე სხვა სიმპტომები, მაგალითად, ეხა ძალიან გავრცელებულია მშრალი თვალის სინდრომი, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის დროს, აი ესეთ ოფისური სამსახურის დროს ადამიანებს აწუხებთ დიდხანს მუშაობის პროცესში, შემდეგ უკვე სიწითლე. ეს სიწითლე ამ შემთხვევაში გამოწვეულია მშრალი თვალის სინდრომით.
რომლის მკურნალობა მხოლოდ ჰიპერემია არ არის, ეს ჰიპერემიასთან არის კიდე ლორწოვანი შეშუპება, ეპითელოპათიას აუცილებლად ოფთალმოლოგის კომპეტენცია, იმის განსაზღვრა თუ რა მიზეზით არის გამოწვეული. თუ წითელ თვალს თან ახლავს თქვა გამონადენი, სხვადასხვა სახის აქვე ანთებით პროცესთან გვაქვს საქმე. შეიძლება იყოს ანთება, თქვა ბაქტერიული, ეს გამონადენი იქნება მოყვითალო ფერის ან ვირუსული. ეხლა საკმაოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციის ფონზე ვირუსული კერატოკონიუნქტივიტი. ძალიან ბევრი პაციენტი მოგმართავს ამჟამად ამ ჩივილით. ამ დროს ვლინდება რა არ არის გამონადენი, არის ცრემლდენა, სინათლის შიში და თვალები არის ალისფერი, წითელი. შესაძლებელია ამასთან ახლოს ქუთუთოების შეშუპებაც. ანუ რეალურად წითელი თვალის და ცრემლდენის სიმპტომებით მოდის პაციენტი. ასეთი პაციენტის მკურნალობა აუცილებელია, იმიტომ რომ და ცოტა ხანგრძლივი პროცესია და მისი დიაგნოსტიკა მხოლოდ ოფთალმოლოგს შეუძლია. ჩვენ დაახლოებით 1 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის პირველი ნაწილის ამოწურვამდე. ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ვაღიარებ, მეც ერთხელ თუ ორჯერ მქონდა ანალოგიური მოვლენა. ხანძლივი ცემინების ან ხველის მომენტში შესაძლებელია პატარა რაღაცა კაპილარული სისხლჩაქცევა დაემართოს თვალში და ეს ვიზუალურად დაინახოს. არის თუ არა ეს სახიფათო მდგომარეობა, როდესაც აი ეს წვრილი სისხლჩაქცევა ვითარდება, რომელსაც არ ახლავს აბსოლუტურად არანაირი სხვა სუბიექტური სიმპტომატიკა, სხვა ტკივილი, მხედველობის დაქვეითება და ასე შემდეგ. რამდენად უნდა მიექცეს აი ესეთ სისხლჩაქცევას ყურადღება? ესეთი სისხლჩაქცევა თუ არ ახლავს მხედველობის დაქვეითება, არ არის საშიში, ეს ერთის მხრივ თითქოს, მაგრამ შესაძლებელია, აი თქვა ნორმალური 100%-იანი მხედველობის ფონზე და ძლიერი ცემინების დროს ბადურაზე მოხდეს რაღაცა პრობლემა. მაინც ყველა ვარიანტში და თქვა განვითარდეს ხვრელი, რამაც მერე შესაძლებელია გამოიწვიოს ჩაქცევა. ასეთი პრობლემა რომ გექნებათ, ყველა ვარიანტში ჯობია რომ მაინც ოფთალმოლოგს მიმართოთ. მაინც გაიარონ. დიდი მადლობა. ჩვენ სარეკლამო ჭრილი გვაქვს გადაცემაში. მე ყველა შეგახსენებ, დღეს საუბრობთ თემაზე წითელი თვალის სინდრომი. ქალბატონი მაია ბერაია ჩვენი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში პირველ რიგში განვიხილოთ იმ კითხვებს, რაც Facebook-ის საშუალებით არის მოსული და შემდგომ უკვე განვაგრძობთ ძირითად საკითხს. გავრცელდეს ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. გრძელდება მეგობრებო, დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ წითელი თვალის სინდრომი. ქალბატონი მაია ბერაია, ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგი. ქალბატონი მაია, მოდი, ძალიან საინტერესო კითხვებია და გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. თვალებიდან ხშირად მომდის სრემლი. აინტერესებს რადიომსმენელს, რას დააბრალოს ეს ყოველივე. ესე იგი შეიძლება იყოს ორი ვარიანტი. ან ოფისური სამსახური გაქვთ და იწყება მშრალი თვალის სინდრომი, რომელსაც საწყის ეტაპზე ახასიათებს ესეთი ხშირი ცრემლდენა, ან პრობლემა არის საცრემლი არხის. ან არის მისი შეფერხება, ან გაუვალობა. ამიტომ ყველა ვარიანტში ალბათ ჯობია რომ ოფთალმოლოგს მიმართოთ, რომ ზუსტი მიზეზი დადგინდეს. თუ მშრალი თვალის სინდრომთან გვაქვს საქმე, საკმაოდ მარტივია. ჰიალურონის მჟავის შემცველ ცრემლს დაგინიშნავთ და ყველაფერი რიგზე იქნება. ხელოვნური ცრემლი და თუ თქვათ არის საცრემლი არხის პრობლემა, აქ საჭიროა ბუჟირება, არხის გამორეცხვა, მერე მკურნალობა და თომას ყურადღება არ მიაქციეთ, მერე საკმაოდ დიდ პრობლემებთან გექნებათ საქმე, ამიტომ ჯობია მიმართოთ ოფთალმოლოგს. ჩვენ რადიომსმენელი გველოდება და მოდით მისი კითხვა მოვისმინოთ. გამარჯობა. ანუ გამარჯობა, მოგესალმებით, დიდი პატივისცემით. დიდი მადლობა. მე წითელ თვალზე არ მაქვს შეკითხვა, ბოდის გიხდით. ღია კუთხოვანი გლაუკომა და დახურულ კუთხოვან გლაუკომა სანამ ექიმთან მივალთ, როგორ უნდა განვასხვაოთ ჩვენ და ამათ შორის რომელი უფრო უარესია? მადლობთ კითხვისთვის. მადლობთ. იცით რა, ამის განსაზღვრას თქვენ ვერანაირად ვერ მოახერხებთ, მინდა გითხრათ ხო? თავარი არის, რომ თვითონ წნევა იყოს კომპენსირებული, არა აქვს მნიშვნელობა ღია კუთხია თუ დახურულ კუთხოვანი. დახურული საერთოდ უფრო მძიმე პათოლოგიაა და ყოველთვის ალბათ ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. ყველა ვარიანტში უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს. თორე თვითონ გლაუკომა შემდგომ პერიოდში იწვევს მხედველობის ნერვის ატროფიას და მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას. ამიტომ მიმართეთ ჯობია ოფთალმოლოგს. მადლობთ. მორიგი რადიომსმენელი, გისმენთ? მადლობა. 15 წელს უკვე დამიდგენეს კატარაქტა, მაგრამ რომ მკურნალობ უკვე ყველაფერი კარგად არის. ისევ იმ დონეზეა კატარაქტა, მაგრამ ტელევიზორს რომ უყურებ, თვალები მეწვება და რა უნდა გავაკეთო ამ დროს?
კატარაქტა თუ არ განვითარდა ძალიან კარგია, ამას რა ჯობია, ესე იგი ოპერაციული მკურნალობა არ გჭირდებათ. და ტელევიზორის ყურებისას ცრემლი გამოიყენეთ. ხელოვნური ცრემლი, რომელიც შეიძლება ჩაიწვეთოს. ცრემლი, რომელსაც ხანგრძლივად შეგიძლიათ იწვეთოთ ნებისმიერი რაოდენობით. აი სხვადასხვა ტელევიზორს ეხება შემდეგი კითხვაც, ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანის ყურების დროს ვგრძნობ თვალების წვას, არა და ჩემი სამუშაო კომპიუტერს უკავშირდება, არის თუ არა რაიმე რჩევა, რაც შეგიძლიათ მომაწოდოთ, როგორ უმკურნალო ამ პრობლემას. აქაც ისევ და ისევ ცრემლი. ნუ თუ საჭირო არის, ახან არის რომ ვითარდება, აი წითელი თვალი თუ არის გამოხატული, ესე იგი მანდ არის პათოლოგიური სისწარღვებია წამოსული და ამიტომ პროცესში აუცილებელი ხდება სტეროიდის ჩართვა, მაგრამ თქვენ ამას ვერ გადაათხოვთ. ხელოვნური ცრემლი, რომელიც ძალიან ხშირად ინიშნება ოფთალმოლოგების მიერ სხვადასხვა პრობლემის პროფილაქტიკის ან მკურნალობის თვალსაზრისით, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ნებისმიერი ადამიანის უპრობლემოდ. აი ეს არის დამატენიანებელი, როგორც სახის კრემს, ხელისას ხმარობთ, ისევე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა თვალის რაიმე პათოლოგია, თუ ქსიამოვნებთ, შეგიძლიათ იწვეთოთ თავისუფლად ნებისმიერი რაოდენობით. გასაგებია. ჟურნალში ამოვიკითხე, რომ ვისაც კომპიუტერთან დიდი ხანი მუშაობა უწევს, ჯობს გვერდით სარკე დაიდგას და საათში ერთხელ 5 წუთით კომპიუტერს თვალი უნდა მოაშოროს და სარკეში იყუროს. მართალი ეწერა თუ არა ჟურნალში და თუ კი, მაშინ აგვიხსენით რისთვის არის ეს საჭირო. სარკე არ ვიცი, ხა ეს პირველად გავიგე, ძალიან საინტერესო რამ არის. ბევრ რაღაცას ამოვიკითხოთ ხოლმე ჟურნალში. ხო, რა ვიცი, შეგიძლიათ სარკე დაიდგა, თუ თავი მოგწონთ, შეგიძლიათ შეხედოთ, რაღაცა განიტვირთოთ, გაიმხიარულოთ თავი, ესე რეალურად კომპიუტერთან მუშაობის პროცესში ჯობია რომ უარიდოთ რაღაცა პერიოდი კომპიუტერს. მე როგორც ვიცი, ბოდიში გაწყვეტინებ ძალიან კარგია, დაუშვათ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეისვენო და უბრალოდ ცოტა შორს გაიხედო, ანუ აკომოდაციამ მზერა შეცვალო, რომ არ გადაღალო თვალი. ალბათ ამ მიზეზით უნდა ზოგი ახლა ალბათ სარკეს იყენებს ამისთვის. რადიო მსმენელია, მოვისმინოთ კითხვა, გამარჯობა. საცრემლი, რა დღეში რამდენჯერა ჩავიწვეთო? რამდენჯერაც გინდათ? თუ საჭიროა, შეიძლება 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ. მავნებელი არ არის? არა, მავნებელი არ არის. აფეთქებში იყიდება? დიახ, იყიდება ურეცეპტოდ, არის უამრავი სახეობის ცრემლი. და რომელი მინდა, რომელი ჰიალურონის ჟავის შემცველი არის, აიყიდება ბლისტერებში. თავიდან შეგიძლიათ რამოდენიმე ვარიანტი თქვენ თვითონ გასინჯოთ. შეგიძლიათ ერთი სახეობის ცრემლი იყიდოთ, მეორეს, აი აფთიაქში ამას გეტყვიან. ეს პრეპარატის დასახელება მე მგონი აქ არაეთიკურია დავიწყოთ აქედან და შეიძლება კონკრეტული პრეპარატის სახელწოდების დასახელება პირდაპირ ეთერში, ამიტომ უფრო დაწვრილებითი ცნობისთვის შეგიძლიათ ან ქალბატონს მიაკითხოთ ან ნებისმიერ სხვა ოფთალმოლოგს. თვალების სულ წითელი მაქვს, იმის მიუხედავად ნორმალურად გამოვიძინებ თუ არა, სხვა არაფერი მაწუხებს. არა, ესე იგი გაწუხებთ რაღაცა, რახან სულ წითელი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ჭირდება მიხედვა. და ეს მდგომარეობა შეიძლება გააჩნია ასაკიდან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზულიც კი იყოს, ამიტომ მანჯობია რომ მიმართოთ ოფთალმოლოგს. მოულოდნელად შეიძლება ვიგრძნო რაღაც ნათება თვალების წინ და მე თავისით რამდენიმე წამში გამივლის, თვალების გადაღლას ვერ ვაბრალებ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. იცით რა არის, ნათება არ არის მარტივი პრობლემა, მას აუცილებლად ჭირდება ღრმა გამოკვლევა, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული, თქვათ ბადურაზე რაღაცა პრობლემით. თუ გაქვთ მიოპია, დიაბეტი, აი რაღაც ისეთი პათოლოგიები, თუ თავისუფლად შეიძლება ბადურაზე რაღაც პატარა კერა აღმოვაჩინოთ და ამის კუპირება საწყის ეტაპზე მისი მკურნალობა ძალიან მარტივია. არსებობს ახლა ესეთი ლაზერული მკურნალობის მეთოდი, აი თუ თქვა ხვრელიან რაღაცა ნაჩხლეტია ბადურაზე, მისი შემოსაზღვრა შესაძლებელია ლაზერის მეშვეობით. ეს ძალიან არაინვაზიური პროცედურაა, საკმაოდ მარტივია, ძალიან კარგი და თუ ამას არ მიაქციეთ ყურადღება, შემდეგ შესაძლებელია უკვე დიდ პრობლემებთან გქონდეთ საქმე. ყოველ შემთხვევაში გავითვალისწინოთ, რომ აი ეს ნათების სიმპტომატიკა საკმაოდ სერიოზული დაავადების გამომდინარე შეიძლება. როცა მეღლება თვალები, მაგალითად დღის ბოლოს შეიძლება პერიოდულად საგნები გაორებულად დავინახო. ნორმალურია თუ არა ეს თვალების გადაღლის შემთხვევაში? ხო, ნორმალური არ არის. ანუ შესაძლებელია იქონდეთ რაღაც რეფრაქციის მანკი და ამან გამოიწვიოს. ამიტომ შესაძლებელია გჭირდებოდეთ სათვალე, მაგრამ თუ ეს თქვენ შემდეგ დისკომფორტს არ გიქმნით, ხო, სათვალის ტარებაც ყოველთვის აუცილებელი არ არის. უბრალოდ უნდა გაერკვეთ რა პრობლემა გაქვთ. და ბოლო კითხვა ამ ეტაპზე ხშირად მაქვს იმის შეგრძნება, რომ თითქოს თვალებში რაღაც უცხო სხეული მაქვს. რეალურად არაფერია, რისი ბრალია ეს, როგორ მოხდა? ეს არის მშრალი თვალის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანი.
უცხო სხეულის შეგრძნება. ამის კუპირება შესაძლებელია ცრემლის მეშვეობით, რომელზეც ხაზებით ბევრი ვილაპარაკეთ და თუ ცრემლის მეშვეობით არ აგილაგდათ, მაშინ ჯობია სპეციალისტს მიმართოთ. მადლობთ დასმული კითხვებისთვის. თუ რადიო მსმენელი გყავს, მე როგორც მანიშნებენ, შესაძლებელია კითხვა იყოს, მოდი ბოლო კითხვას მოვისმინოთ და შემდგომ განვაგრძოთ გადაცემა და ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიყვანოთ. გისმენთ? ის რა წვეთებია გეი? გისმენთ, ქალბატონო. რა წვეთები ის 4-ჯერ 5-ჯერ ჩაწვეთება თუ შეიძლება? მადლობთ ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ უკვე კონკრეტულად პრეპარატის სახელწოდების დასახელება რადიოს ან ტელევიზიის საშუალებით დაუშვებელია და არ შეიძლება დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიაკითხოთ ექიმს. და ბოლოს დიაგნოსტიკის მენეჯმენტი და მკურნალობის თავისებურება წითელი თვალის სინდრომის დროს როგორ ვიქცევით? მოვიდა პაციენტი, ვისაც აქვს ანალოგიური სიმპტომატიკა. ჯერ უნდა შევხვდეთ, აუცილებლად უნდა ვნახოთ ოფთალმოსკოპია, ბიომიკროსკოპია, ანუ ნიშნავს ნაპრალოვანი ნათურით ხდება თვითოთვალისწინა სეგმენტის გამოკვლევა. წითელი თვალის სინდრომი შეიძლება ასოცირებული იყოს რაღაც ტრაუმულ დაზიანებასთან, შეიძლება უცხო სხეული იყოს მოხვედრილი და ამან გამოიწვიოს ზუსტად ეს თვალის გაღიზიანებაც, რამდენად და ასე შემდეგ. თუ უცხო სხეულია ვიღებთ ამ უცხო სხეულს, თუ არა და შემდეგ ღრმა კვლევას ვატარებთ და ამის შემდეგ უკვე ვნიშნავთ მკურნალობას. აუცილებელია სრული გამოკვლევა, წნევის გაზომვა, ხედელობის სიმახვილის განსაზღვრაც, ბიომიკრომშალი თვალის სინდრომის გამორიცხვაც, რომ სწორ დიაგნოზამდე და სწორ მკურნალობამდე მივიდეთ. პროგნოზიც ალბათ სავარაუდოდ დამოკიდებულია იმაზე, რამ გამოიწვია წითელი თვალის და რამდენად სწრაფად მიმართეთ ექიმს, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ყველა დაავადების მკურნალობა შესაძლებელია. დღეს მედიცინა საკმაოდ შორს არის წასული და წინ არის წასული. ამიტომ ჯობია დროზე მიმართოთ სპეციალისტს. და ბოლოს რჩევები რა შეგვიძლია უთხრათ რადიო მსმენელებს წითელ თვალთან მიმართებაში. პატარა სუმირება გავაკეთოთ დღევანდელი საუბრისა. რატომ ვითარდება, როგორ ამ მიზეზებზე ეს ყველაფერი ჩვენ უკვე მათ ვუთხარით და რა რჩევებს მივაწვდით, რომ დავისღვიოთ თავი წითელი თვალის სინდრომის განვითარებისგან. ერთი შეხედვით საკმაოდ ბანალური წითელი თვალი შეიძლება სერიოზულ დაავადებასთან იყოს ასოცირებული. ამიტომ მიმართავთ თვით მკურნალობას და მიაკითხეთ ოფთალმოლოგს. ზედმიწევნით მიყევით მკურნალობის სქემას და მერწმუნეთ, რომ ძალიან კარგად გახდებით. დიდი მადლობა. ჩვენ დღეს საუბრობდით თემაზე წითელი თვალის სინდრომი. ქალბატონი მაია ბერაიე იყო ჩვენი სტუმარი, ავსის კლინიკის ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი და იმედია მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, როდესაც ისევ და ისევ გაჟღერდება სხვა სახის ოფთალმოლოგიური საკითხი. მადლობთ მოწვევისთვის. დღეს ამით ამოვწუროთ იმედის კლინიკა, ერთმანეთს უკვე ორ შაბათიდან შევხვდებით ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.